ჩვენი თანაწამყვანი ანიკე კუაშე მოგვიერთდება თავისი არაჩვეულებრივი რუბრიკით მუსიკის დროა. ესა ქვია ანის მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, ზუზუ, გიორგი და ტელემაყურებლებო. ასეთი პროდუქტიული და საინტერესო ეთერის შემდეგ მე შემოგიერთდით ჩემი რუბრიკით სახელწოდებით მუსიკის დრო. დღეს ჩემი რუბრიკის ფარგლებში ვისაუბრებთ კლასიკურ მუსიკაზე და ძალიან მოხარული ვარ, რადგან მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებაში მრავალი წლის მანძილზე იყო ესეთი აღქმა, რომ თითქოს კლასიკური მუსიკა, კერძოდ კი კამერული მუსიკა არ ითვლებოდა ყველაზე პოპულარულ ან კომერციულ მუსიკის ჟანრად და იყო ასეთი მოსაზრება, გამომდინარე მისი მცირერიცხოვანი მსმენელის სეგმენტისა და ასევე მცირე ინსტრუმენტალისა და წნევის შედარებით მცირე ოდენობისა სხვა მუსიკალურ ჟანრებთან მიმართებაში. ასევე იყო მოგეხსენება გიორგი, ასეთი აღქმა იყო ასეთი, რომ თითქოს ფორტეზე შესრულებული და მასშტაბურად შესრულებული მუსიკა ითვლებოდა და აღიქმებოდა ყველაზე საუკეთესო გამოცდილებად, თუმცა ასე ნამდვილად არ არის, რა თქმა უნდა და წლებმა და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ დღეს ტენდენციები შეიცვალა ნამდვილად და თაობები ხვდებიან, რომ ეს მუსიკა, კლასიკური მუსიკა და კერძოდ კი კამერული მუსიკა არის ის მუსიკალური ჟანრი, სადაც შეიძლება საქმის კეთება და კარიერის შექმნა, რა თქმა უნდა და პიანისიმოზე ამ ყველაფრის ნამდვილად და პიანოზე ამ ყველაფრის გაკეთება, კამერულად ასე ვთქვათ და დღეს ნამდვილად მიდის სწორი პოპულარიზაცია ამ მუსიკალური ჟანრის და სწორი აღქმა, რაც მთავარია. სწორედ ამის დასტური არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი, რომელიც 2015 წელს იღებს სათავეს სალხინოში, სამეგრელოში, დადიანების სასახლეში და ახლა უკვე წელს 2025 წელს მას უმასპინძლებს საგურამო, ილია ჭავჭავაძის გადასარევი სახლ-მუზეუმი, უმშვენიერესი. საუბარი არის კამერული მუსიკის ფესტივალზე, რომელიც კონცენტრირდება საგურამოს კამერატა, ასე ქვია ფესტივალს, რომელიც კონცენტრირდება მხოლოდ და მხოლოდ კამერული მუსიკის პოპულარიზაციაზე საქართველოში და მსოფლიოში არსებულ კამერულ მუსიკაზე. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი არის 3 დღე, 19, 20 და 21 სექტემბერი და კონცერტები ჩატარდება ღია ცის ქვეშ. ასეთ ლამაზ ილიასეულ ულამაზეს ბაღში. ჩემი სტუმრები არიან ფესტივალის დამფუძნებელი შიო აბრაჰამია, რომელიც გახლავთ მუსიკათ მცოდნე და ერთ-ერთი მონაწილე ჯგუფი Georgian Six's სოლისტი კეთი ქართველიშვილი, ჩემი მეგობარი, რომელსაც მსმენელი, მაყურებელი იცნობს ასევე საგუნდო მუსიკითაც და ეს ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემების ირგვლივ და იმედია, რომ ბევრი შეკითხვაც იქნება. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ ჩვენი სტუმრები მადლობა მოგზაურობისთვის. შიოსთან გადავალ კითხვით. საერთოდ საინტერესო არის, საიდან მოვიდა იდეა ამ ფესტივალის ისტორია მოგვიყევი თუ შეგიძლია და რატომ მაინც და მაინც კამერული მუსიკა, რადგან ეს არ არის, ხო, ვთქვათ, არ მიიჩნევა როგორც პოპულარული მუსიკად, ასე ვთქვათ, ფართო სეგმენტისთვის. გეთანხმებით, კამერული მუსიკა ნამდვილად არ არის მაინც და მაინც კომერციული ჟანრი, ესე ვთქვათ, კლასიკური მუსიკისა, რომელსაც ზოგადად მართლაც ჰქონდა ხოლმე გარკვეულწილად საქართველოში მით უმეტეს პრობლემები, ესე ვთქვათ, მაყურებლის ინტერესის გათვალისწინებით. თვითონ კამერული მუსიკა ძალიან სპეციფიკური ჟანრია კლასიკური მუსიკისა და თავიდანვე, ესე ვთქვათ, მისი კონცეფცია იყო სწორედ მცირე სივრცე, მცირე მასშტაბების, შემსრულებელთა მცირე რაოდენობა და ეს გათვლილი იყო ეგრეთ წოდებული ელიტური მაყურებლისთვის, ვინაიდან მან გარკვეული პერიოდი შუა საუკუნეების მე-16 საუკუნიდან, ასე ვთქვათ, საკონცერტო სივრცე და დარბაზად შეარჩია სამეფო სასახლე, დიდგვაროვანთა რაღაცა მცირე სივრცეები, ამდენად მასშტაბითაც ყოველთვის მცირე იყო კამერული მუსიკა. თუმცა ის თანდათან პოპულარული გახდა ყველა ეპოქაში, ხან ვოკალური კამერული მუსიკა იყო პრიორიტეტული, შემდგომ უკვე მე-17 საუკუნეში, განსაკუთრებით მე-18-ში კლასიკოსთა პერიოდში კამერული ინსტრუმენტული და მე-19 საუკუნიდან ისე ვოკალური დაწინაურდა. ჩვენი ფესტივალის შემთხვევაში კამერული მუსიკა რას ნიშნავს ზოგადად? მომდინარეობს დეტალურად დავხსნათ. საინტერესო იქნება. ხო, სიტყვა კამერადან მომდინარეობს, ეს ნიშნავს ერთის მხრივ როგორც მცირეს, მეორე მხრივ ასევე ოთახს, ანუ მცირე სივრცეზეა ორიენტირებული. შესაბამისად, მისი კონცეფციაც აი ამ სიტყვიდან გამომდინარეა, ამდენად იყო აი მცირე მასშტაბის, ესე ვთქვათ, გარკვეული
გარკვეული ინტელექტუალურად მომზადებული მსმენელისთვის შექმნილი მუსიკა იყო. თავიდან სიმღერა იყო პრიორიტეტული, სოლო სიმღერა, ის ყოველთვის განსხვავდებოდა მაგალითად საოპერო ან დიდი სიმფონიური მუსიკისაგან, რომელსაც მასშტაბებით რასაკვირველია როგორც საკონცერტო სივრცისა, ასევე შემსრულებელთა რაოდენობა, შესაბამისად მაყურებლებიც უფრო დიდი ყავდა ყოველთვის. აი კამერული მუსიკა რატომ საქართველოში ამ სახით პირველი ესე ვთქვათ კლასიკური მუსიკის ფესტივალი საქართველოში კამერული იყო თავის დროზე, მაგრამ არსებულმა ფესტივალებმა როგორც ბიჭვინთაში, შემდგომ თელავშიც, შემდგომ მასშტაბები შეიცვალეს და კამერული მუსიკიდან ისინი გაფართოვდნენ, სივრცეც გაფართოვდა, შემსრულებელთა რაოდენობა, სტილით და ჟანრით. მე სიამაყით აღნიშნავდი, შეიძლება ჩემი მხრიდან უხერხულია ამის თქმა, მაგრამ დღესდღეობით საქართველოში რეგიონულ საფესტივალო რუკაზე საგურამოს კამერა და ერთადერთი კამერული მუსიკის ფესტივალია, რაც შეეხება რეგიონებს. დედაქალაქში ასევე გვაქვს ჩვენ კამერული მუსიკის ფესტივალები. აი 2015 წელს რატომ კამერული მუსიკა და რატომ სალხინოს დადიანების სასახლე აქ ემოციური ნაწილია, იმიტომ რომ ისტორია გითხარი, თავდაპირველად სხვა სახელწოდებით იყო, როგორც ვიცი და შემდეგ უკვე ლოკაციამ განსაზღვრა, ხო, საგურამოს კამერა და ესე იგი, ვინაიდან ჟანრის არქეტიპული კონცეფტი გულისხმობს სწორედ დიდგვაროვანთა სივრცეში, ვიწრო წრეში წარმოდგენილ მუსიკალურ საღამოებს, დადიანები სწორედ ესეთები იყვნენ ჩვენ სინამდვილეში და ეს სალხინოს სასახლე გახლავთ დადიანებისა და მიურატებისა. მათთან დანათესავებული ფრანგი დიდგვაროვნების და მე-19 საუკუნის მთელი პირველი ნახევარი, როგორც ისტორიულად ცნობილია, აი ამ სასახლეში სწორედ კამერული, კულტურული, სალონური შეხვედრები იმართებოდა და მე, როგორც იქ დაბადებული ადამიანი, მუსიკოსი, გადავწყვიტე, რომ ჩემს მშობლიურ მხარეში დამეფუძნებინა ესეთი თამამი განაცხადი. თქვენ გესმით ჩემი? კი ბატონო. გამომდინარე იქიდან, რომ ცოტა შეზღუდული ვართ დროში, მოდით აი ბევრი კითხვა მოქვს და მინდა რომ ყველაფერი მოვასწროთ. მაინტერესებს ნამდვილად მნიშვნელოვანია რომ ეს კამერული მუსიკის მოთხოვნა როგორ არის თქო მუსიკოსების მხრიდან არიან მსურველები ამ ფესტივალში. აი როგორი არის მზარდი არის ეს მოთხოვნა თუ როგორ მუსიკოსების მხრიდან ნამდვილად ძალიან დიდი სურვილია. ზოგადად ყველა მუსიკოსი, თუნდაც სოლო შემსრულებელი, საესტრადო სიმღერის მომღერალი, თქვენ იცით, ყველა ეშურება სცენას. ყველასთვის დიდი სიხარული, ოდესაც შესთავაზე ფესტივალში მონაწილეობას. აი ამ შემთხვევაში მე შედარებით პრობლემატურ სეგმენტად დავასახელებდი მაყურებელს. კამერულ მუსიკაში ჭირდება დღესაც სპეციფიკურად მომზადებული მსმენითი აღქმა მაყურებელი, ხო, იმიტომ რომ მაინც მასშტაბები სხვაგვარად მოქმედებს მსმენელზე. აქ ვიზუალური ნაწილიც თავისას შვება, მაგრამ ისეთ ვცდილობთ რეგიონების გათვალისწინებით პროგრამაც ისე დავალაგოთ და წლევანდელი პროგრამაც ამ მხრივ არ არის გამონაკლისი, მათ შორის იმის მიხედვით, რომ საგურამო და მცხეთის მუნიციპალიტეტი ბრავლის მნახველია, გაცილებით ახლა სამეგრელოდან ესეც უნდა აღვნიშნოთ, დედაქალაქთან ახლოს ყოფი სივრცე არის, მით უმეტეს რომ ილიას სახლ-მუზეუმს ილიასავის ცოცხლეში არ აკლდა ასევე მსგავსი ტიპის შეხვედრები, როგორც ლიტერატურული, ისტორიული მიღებები, მაინც კამერულ მუსიკას ჭირდება სპეციფიკურად მომზადებული შემსრულებელი და პროგრამა წელსაც ესევე დავალაგე, მეც ვცდილობ ცოტა სწრაფად ვისაუბრო. იქნება როგორც ინსტრუმენტული კამერული მუსიკა, პირველ დღეს ეს იქნება ფორტეპიანო სანდრო გეგეჭკორის მონაწილეობით, რა როგორ შეიძლება სანდრო მაყურებელი არ მოიზიდოს და ამასთანავე დღევანდელი, დღევანდელი ჯორჯიან სიქსი დაასრულებს ხო დღევანდელ დღეს თავისი შესანიშნავი პროგრამით. კეთი, აქცენტები და ისო. ძალიან საინტერესოა. თქვენ როგორც ვიცი, პირველად იღებთ მონაწილეობას, ხო? თქვენი ემოციების შესახებ გითხარით და ნუ რატომ დაინტერესდით და რას ნიშნავს თქვენთვის და საერთოდ ქართულ კულტურაში კამერული მუსიკის მნიშვნელობა, ნუ ახლა უკვე გამოიკვეთა რომ ძალიან დიდი მნიშვნელობის არის და კეთი უკეთესად გვეტყვის ახლა ამის. ისეთ რა მართლა არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი აქცენტები არის დასმული ახლა ჩვენ საუბარში, რაც ვისაუბრეთ და შეუმეც რაც ახსენა, ჩვენთვის სწორედ აქედან გამომდინარე კიდე უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ამ ფესტივალში მონაწილეობა, იმ ქედან გამომდინარე რომ ჩვენ მაინც ამ წიაღიდან მოსულები ვართ აკადემიური სივრციდან. თუმცა თქვენ ანუ ესტრადასაც ასრულებთ, კამერულსაც რაღაცა ჟანრობრივად ხო, ნუ რაღაცნაირად მე უკვე საბოლოო ჯამში გამოდის რომ სინთეზური ჟანრია, მაგრამ ჩვენ ყველანი მაინც კონსერვატორიის შვილები ვართ და რაღაცა ამ ჟანრიდან, ამ წიაღიდან მოვდივართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ფესტივალში მონაწილეობა და ძალიან მადლიერები ვართ ჩიოსი და ერთ რაღაცას დავამატებდი რომ ეს ყველაფერი რაც ვილაპარაკეთ გასაგებია, თუმცა მე მაინც მგონია რომ აი სპეციფიკურად მომზადებულ მსმენელზე რომ ვლაპარაკობდით
მოვიდით, მე მაინც მგონია, რომ ეს უკავშირი ამ მაყურებლის და ეს ემოციები ყველაფერს ამბობს საბოლოო ჯამში და მაინც მგონია, რომ ყველანაირი მუსიკა და იგივე ეს კამერული მუსიკაც საბოლოო ჯამში თავის თქმას ამბობს და ეს როდესაც შემსრულებელი თავის შემოქმედების საკუთარი თავის გამოხატვას შეეცდება მსმენელთან და ძალიან სწორად შეეცდება ამ ყველაფრის მიტანას, ყოველთვის მე ვფიქრობ, რომ მიწოდება თუ არის ხოლმე უნდა აღზარდო გარკვეულწილად იმ რეპერტუარით, რასაც წარმოადგენს თავარი ამბავი არის ეს დაგეგმარება, რომელშიც შიო არაჩვეულებრივი წვრილი მიგიძღვის, თორე დანარჩენი მუსიკა მე მაინც მგონია, რომ თავის თქმას იძახის და მაყურებელისთვის ეს არის ყოველთვის სწორი გამოცდილება და ყველასთვის საბოლოო ჯამში გასაგებია და ესეთი ემოციური ამბავი არის. მადლობა კეთი. მე ასეთი კითხვა გამიჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ ქართველი მუსიკოსები, არამედ საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუმრები, მოწვეული სტუმრები და საინტერესო არის თუ გაქვთ ასეთი გამოცდილება, თუ ხდება ხოლმე მათი, იმიტომ რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია და საინტერესოც არის ხოლმე განსაკუთრებით მუსიკოსებისთვის გაზიარება ამ გამოცდილების და მუსიკალური ხედვის თუნდაც. თუ გაქვთ აი დაახლოებით მასტერკლასების ტიპის შეხვედრები, ან თუნდაც თქვათ ღონისძიების შემდგომ თუ არის ხოლმე მსგავსი აქტივობები, საინტერესოა თუ იგეგმება სამყარო. სადაც ხდება კოლაბორაცია. კი ბატონო, კოლაბორაცია და გაზიარება ამ გასაგებია, მნიშვნელოვანი ფაქტორია გამოცდილებათა გაზიარება და ეს შეიძლება ასე დავარქვათ ალბათ ინტერკულტურული დიალოგი, როგორც ახლად საკმაოდ ესეთ მიღებულია ხოლმე. თვითონ ფესტივალის ისტორიაში გვაქვს ჩვენ არაერთი მასტერკლასი და ვცდილობთ ხოლმე განსაკუთრებით სამუსიკო სკოლის მოსწავლეებისთვის გავაკეთოთ ეს ყველაფერი ძირითადად, ასევე გქონია ერთგვარი საგანმანათლებლო ხასიათის სალექციო პოპულარული ენით, რასაკვირველია შეხვედრები მაყურებელთან, როგორც აღნიშნეთ, მაყურებელს ვამზადებთ იმ ჟანრისთვის, რაც გაჟღერდება, თორე კამერული მუსიკა არ არის მხოლოდ ძველი კლასიკური მუსიკა, არამედ არის თანამედროვე მუსიკაც, რომელსაც მართლა სჭირდება გარკვეული გამოცდილება. ამის ტრადიცია გქონია, მაგრამ წლევანდელი წელი, ვინაიდან ეს ვთქვათ საიუბილეოა და გვინდოდა მასშტაბები მხოლოდ მუსიკალურ ნაწილში, სარეპერტუარო ნაწილში გაგვემრავალფეროვნებინა, წლევანდელი წელი ამას არ გულისხმობს, მაგრამ მაინც დიალოგის თვალსაზრისით დავტოვეთ ძველი ტრადიციიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ხვალ მხოლოდ უცხოელი მუსიკოსების დღე არის ფესტივალში, სადაც იტალიელები და გერმანელი მუსიკოსები იყრიან თავს. ორივე მათგანს, ესე ვთქვათ, ანუ უცხოელ მონაწილეებს ერთგვარ ვალდებულებას ვუდებთ იმისა, რომ საკუთარი ოფიციალური პროგრამის მიღმა აუცილებლად შეასრულონ ქართველი კომპოზიტორის ნებისმიერი ნაწარმოები. ამისთვის საჭიროება რა არის? ახლა ხვალ მაგალითად უკრავს გიტარისა და აკორდეონის დუეტი. ქართულ სინამდვილეში ხო არ არსებობს მსგავსი ინსტრუმენტებისთვის შექმნილი ნაწარმოები. შესაბამისად ხდება ახალი ინტერპრეტაციები. ასევე დაუკრავს ვალტორნის კვარტეტი. ხა ვალტორნის ტიპის კვარტეტისთვის არც ერთ კომპოზიტორს ნაწარმოები არ შეუქმნია. არ გავაჟღერებ სიურპრიზს, მაგრამ ძალიან პოპულარული და ძალიან ცნობილი ქართული სიმღერის არანჟირება სახელდახელოდ გავაკეთეს. გუშინ წინ დავასრულეთ. გადავუგზავნე ვალტორნის ტიპს გერმანიაში და მეც ველოდები ხვალ როგორ გაჟღერდება ეს შედეგი იქნება. მოდი ფესტივალზე ხარ დამაინტერესა, დასწრება თავისუფალია? დასწრება არის ბილეთებით, ეს მნიშვნელოვანია, რატომ? იცით, აი ეს შესაძლოა ვინმე არ დამეთანხმოს ამ მოსაზრებაში კიდევ ამბობ. ხო, აბსოლუტურად სიმბოლური თანხა 20 ლარად, როდესაც საერთაშორისო და თან კამერული მუსიკის ფესტივალის ბილეთი არის დაფასებული. უბრალოდ ვინც ამ ბილეთს შეიძენს, ესე იგი მას აინტერესებს კამერული მუსიკა, გათვლა სწორედ ეს არის. ეს არის სიმბოლური ფასი და ეს ითვალისწინებს საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტს. კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რასაკვირველია ბილეთების მეშვეობით. მაგრამ ამასაც აღნიშნავ, თუ კი ვინმე სურვილი აქვს დაესწროს ფესტივალს და მოგვადგება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ჭიშკართან, აუცილებლად შემოვა ამ შესანიშნავ არაჩვეულებრივ ბაღში და ის მოისმენს ამ მუსიკას, თუ კი ამიტომაც არ გვემტყუნა. კიდევ ერთი დეტალი, ღიაცის ქვეშ არის. აქ ასე არის, ესე ვთქვათ, კონცეფცია ამ ფესტივალისა პირველივე წლიდან. ვიზუალი არის დანახიც მაქვს ფოტოებიც. უნდა ვახსენოთ კიდევ სიმფონიატა, რომელიც მიიღებს ასევე მონაწილეობას და როგორც ვიცი, დახურავს ფესტივალს.
მათ ცალკეც აქვთ კონცერტები, ხო? დაგეგმილი ბელგიელ შემსრულებელთან ერთად, რომელიც ეწევა საქართველოს და რომელიც უკვე საქართველოსია. კი, ბელგიელი სომეხი ეროვნების ჩელისტი სევა კავანესიანი, რომელიც ჩვენ საამაყო თბილისის სიმფონიურ კამერულ ორკესტრთან ერთად საქართველოს სიმფონიეთა წარმოადგენს უკვე დასავლეთ ევროპულ ინსტრუმენტულ მუსიკას. ასეთი მრავალფეროვანია ჩვენი სამთქიანი პროგრამა. ძალიან საინტერესოა, გისურვებთ შესაბამის მაყურებელს და მსმენელს, იმიტომ რომ ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც აღნიშნეთ. ჩვენი დღევანდელი 19 სექტემბრის დილა ესე დამთავრდა. იმედი მაქვს, რომ მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია ძალიან საკალური მიმართულებით და ასეთი იყო ჩვენი სასიამოვნო წარმატებულ გამოსვლას. ინფორმაცია გაჟღერდა და გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს. ფანტასტიკურ საქმეს ემსახურებით და ჩვენს რა თქმა უნდა ყოველთვის შევეცდებით რომ გავაშუქოთ და ფართო აუდიტორიას გავაცნოთ თქვენი კარგი საქმეების შესახებ. მოვიყვეთ ამ შემთხვევაში ანის მეშვეობით. ძალიან დიდი მადლობა, ასე დასრულდა დღევანდელი ახალი დღე. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს სამშაბათს, თუმცა დალი ხოჯავა და ჯონი ჯანაშია ორ შაბათს მიესალმებიან ჩვენს ტელემაყურებელს. ბედნიერ უქმეებს გისურვებთ.